ვინაიდან ხვალ საქართველოს თვითგამოცხადებულ პარლამენტს დანიშნული აქვს პრეზიდენტის დანიშვნის პროცედურა, პრეზიდენტის არჩევნებს კი ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში დანიშვნის პროცედურა, აუცილებელი არის საზოგადოება მიცოდეს, რომ მორიგ უკანონობასთან და ანტიკონსტიტუციურ ქმედებასთან გვექნება საქმე. და ეს არ არის გამოწვეული მხოლოდ იმითი, რომ არალეგიტიმურმა პარლამენტმა უნდა აირჩიოს ხვალ პრეზიდენტი. ეს თავისთავად უზარმაზარი პრობლემაა, როდესაც არავის მიერ აღიარებული არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს უკანონო მოქმედებების სერიალს. მაგრამ ამ შემთხვევაში დამატებით თავად პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა მორიგ ჯერზე დაარღვია კონსტიტუცია და დაარღვია საარჩევნო კანონი. კერძოდ საქმე გვაქვს რასთან? საქართველოს კანონში ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ ქვეყნის პრეზიდენტის არჩევისთვის აუცილებელია არსებობდეს 30 დღიანი ვადა. მე ხახ მუხლების ციტირებას არ დავიწყებ, თუმცა ყველას, ვისაც აინტერესებს, შეუძლია ნახოს შესაბამისი მუხლების საარჩევნო კანონმდებლობის, აუცილებელია არსებობდეს 30 დღიანი ვადა და ყველა ხვდება ალბათ, რომ ეს იმისათვის არის, რომ საარჩევნო კამპანიისთვის კანდიდატებს ჰქონდეთ შესაბამისი დრო, რომ აწარმოონ ეს საარჩევნო კამპანია. საქართველოს საარჩევნო კოდექსში არის ერთადერთი შემთხვევა გათვალისწინებული, როდესაც განსხვავებული ვადები შეიძლება დაადგინოს CESCOM და ეს შემთხვევა ამბობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია და არსებობს გამონაკლისი შემთხვევა და შეუძლებელია ვადების დაცვა, შესაძლოა რომ სხვაგვარი გრაფიკი განისაზღვროს. საქართველოს პარლამენტს თავის დადგენილებაში, რომელიც ესეთია, მოკლე, უბრალოდ არის თარიღის დადგენის შესახებ, არც ერთი სიტყვით არ უთქვამს, რატომ იყო შეუძლებელი, რა ხდება ქვეყანაში ისეთი, რომ 30 დღიანი ვადის დაცვა გახდა წარმოუდგენელი და შეუძლებელი მათთვის საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად.